რკინიგზა ლაოსში, ჰამბანტოტას პორტი შრი-ლანკაში და ეთიოპია-ჯიბუტის დამაკავშირებელი რკინიგზა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითებია, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებმა ჩინური დაფინანსებით გადაწყვიტეს. თუმცა საბოლოოდ ვერ შეძლეს საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება და სრულად ან ნაწილობრივ დაკარგეს კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივებზე. რა კავშირშია ეს ჩვენთან? ზოგადად ჩინეთი მილიარდობით დოლარს აბანდებს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რაც საშუალებას აძლევს საკუთარი სტრატეგიული ინტერესი მარტივად განახორციელოს. ხშირად ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც შედარებით უჭირთ გარე დაფინანსების მოძიება. ერთი შეხედვით რა უნდა იყოს ცუდი ინვესტიციებში. საქმე ისაა, რომ ჩინეთიდან დაფინანსება მნიშვნელოვან ვალდებულებებთან და რისკებთან არის დაკავშირებული. დასავლური ინვესტიციებისა და სესხებისგან განსხვავებით, ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები გასაიდუმლოებულია და სახელმწიფოებს არ აქვთ არათუ მათი დეტალების გასაჯაროების, არამედ ხშირად იმის გამხელისუფლებაც კი, რომ კონტრაქტი საერთოდ არსებობს. არადა ამ ხელშეკრულებებით სახელმწიფო იღებს ისეთ ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყანა უსაფრთხოების რისკების წინაშე დგება. ჩინეთიდან წამოსული სესხები ძირითადად გაიცემა სახელმწიფო კომპანიებზე და არა თავად სახელმწიფოებზე. შესაბამისად, მსგავსი სესხები არ აისახება ქვეყნების ცენტრალურ ბიუჯეტებში პირობით სახელმწიფო ვალდებულებად. ეს კი ქვეყნისთვის დაფარული რისკია და შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო დადგენილ ნორმებს მიყვებიან, ჩინეთი ხშირად პირდაპირ ითხოვს წვდომას სტრატეგიულ რესურსსა თუ ობიექტზე. შრი-ლანკას, ლაოსის და ჯიბუტის შემთხვევა მხოლოდ რამდენიმე მაგალითია თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით მიმზიდველი ინფრასტრუქტურული პროექტები სტრატეგიულ საფრთხედ გადაიქცეს. რისკი საქართველოსთვისაც დიდია. ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩინეთიდან დაფინანსების მიღება და ამის სანაცვლოდ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები საერთაშორისო გარანტიებისა და გამჭვირვალე ხელშეკრულებების გარეშე შესაძლოა გრძელვადიან ეკონომიკურ ზიანსა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებულ რისკებში გადაითარგმნოს.